ნუ შენ თვითონ ხომ ხვდები რომ სახლის აშენება იმ ადგილას არის სრული სისულელი. ის სახლი გადაკეთავს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გზას სოფლელებისთვის. კი, საბა, როგორ არ ხვდები, მაგრამ შეიძლება დაიწყეს მათ სახლის აშენება და თან ჩვენი ბრალიც არის, რომ არ უთხოვეთ კონკრეტული ადგილი სახლისთვის. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ. კარგი, მე რო ოკეი აღარ შეგიშლი. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენთან მარსაბა და არხი კაპოტში როსონსამი და დღეს თქვენ ალბათ გაგიშლოთ კითხვა და რატომ იყო შესული მერთან ამდენი სოფელი და ახლა ყველაფერს აგეხსნით. საქმე იმაშია, რომ გუშინ მერმა დააპირა ტურიზმის განვითარება ჩვენს სოფელში. მაგრამ ყველა სახლი იყო დაკავებული, მაგიტომ მერმა დაიწყო ახალი სახლის აშენება სოფელში. აიყვანა მშენებლები, ოღონდ ის მშენებლები კი არა, რომლებზეც თქვენ ალბათ იფიქრებთ, არამედ სხვები. ხო და მოკლედ, აიყვანა მშენებლებმა მოიყვანეს ამწიკრანი, მოიტანეს სამშენებლო მასალები და რასაკვირველია, ამ სახლის აშენებისთვის არ წავიდა პატარა ფული. და თითქოს ყველაფერი მიდის კარგად, მაგრამ მშენებლებმა დაიწყეს სახლის აშენება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სოფლის გზაზე. მე და სოფლებს ეს რასაკვირველია არ მოგვეწონა, მივედით მშენებლებთან და ისინი თავის მხრივ თქვეს. არაფერი არ ვიცით, გვითხრეს სახლის აშენება, აი ვაშენებთო, სხვა ადგილი არ არისო. და ერთო ისინი მართლები არიან, მაგრამ ცოტა ვგითხრათ, მე თავდაპირველად არ მინდოდა, რომ ეს სახლი აეშენებიათ, რადგან ჩემი აზრით სოფელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ახლა. თან ეს სოფელი დახედეთ, კარგი გზა, სახლები, ჭა, მდინარე, იქეთ ხარეს კიდე ტბა და კიდევ ერთი შენობა ჩემი უფრო დააზიანებს სოფლის ინფრასტრუქტურას, ვიდრე გააუმჯობესებს. და თან მე ხომ ვიცი რა სახლსაც აშენებენ. აი, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სოფლები Minecraft-ში, მათ ეცოდინებათ, რომ თითქმის ყველა სოფელში არის ასეთი სახლი, წიგნის თაროებითა და სავარძელით შიგნით. ზუსტად ასეთი სახლი იქნება უბრალოდ სავარძლების მაგევად იქნება საწოლი, ფეჩი, ყუთები, მოკეთ ყველაფერი ტურისტებისთვის. კარგი მეგობრებო, პრინციპში მშენებლებმა თქვეს, რომ ხვალდეამდე უკვე აშენებენ ბოლომდე ამ სახლს და ინტერიერის ნივთებსაც დადგამენ. ხოლო კი მე უნდა გავაკეთო ფერმები და პარალელურად ასევე დავხედავ სახლსაც და ხვალ ჩავრთავ უკვე კამერას და მანამდე უკვე შევალ სახლში და დაბოლოდები ღამეს. მაგათ მეგობრებო, მე უკვე ჩავდი კამერა, უკვე პრინციპში გათენდა, საათზე უკვე არის დილის 9 საათი და ეს ნიშნავს, უკვე არის დრო, წავიდეთ და ჩემს ფილმების სამუშაოზე. აჰა, მოითავიღოთ კარტოფილი, პრინციპში ბევრ რამეს არ ავიღებ, აი ახლა ავიღებ 29 კარტოფილსა და 8 ხორბლის თესლს და აქ ავიღოთ ეს ალმასის თოხი ასე. შესანიშნავია და მეგობრებო, ვაუ, უკვე გააკეთეს ეს სახლი. ღმერთო შემოსევათ, მეგობრებო, შეხედეთ, თითქმის მთელი გზა გადაკეტა. ნუ კაი, მოით პრინციპში მოით ჯერჯერობით არ გავაკეთოთ სამშობლო, ჯერ მოით დავათვალოთ თუ როგორ გააკეთეს მშენებლებმა ეს ახალი სახლი. და აქ მოით გავაღოთ და აქ ახალი კარები. ვაუ, მეგობრებო, შეხედეთ, ასეთი ლამპრებიც კი დადგეს. ვაუ, ეს შესანიშნავია კი არა, როგორც თითქოს მთელ სოფელში რო არის, აი ეს უბრალო სანთლები, არამედ აქ თვლიანი ნათურები, როგორც ქალაქში და აქ მაცივარი, ნუ პრინციპში ხო მაცივარში არც კი იქნება რამე. საჭირო, ნუ პრინციპში მეგობრებო, ძალიან კარგად გავუკეთებიათ ეს ძალიან კარგად გააკეთეს ეს რემონტი და მე პრინციპში არც კი ვამბობ მეგობრებო, რომ ეს სახლი მახინჯია პირიქით. ეს სახლი ლამაზია, მაგრამ უბრალოდ ძალიან ცუდ ადგილს, ძალიან ცუდი ტერიტორია დაიკავა ჩვენს სოფელში. დახედეთ, უბრალოდ მთელი გზა გადაკეტა აქედან, ერთადერთი მეგობრებო, შეხედეთ, აი აქედან, აი ამ რაკურსიდან ერთადერთი ჩანს ეს სახლი, აი ეს ამწიკრანიც და დარიგით დღეს ან ხო უნდა მოაშალო. ზუსტად მაგიტომ მეგობრებო, მაქვს არამხოლოდ მე პრეტენზია, არამედ მთელ სოფელს აქვს პრეტენზია მშენებლებთან. დღეისათვის ერთხელ კი რასაკვირველია ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ არ უთხოვეთ მშენებლებს თუ რომელ ტერიტორიაზე უნდა აეშენებიათ, მაგრამ აქ მაინც აეშენებიათ, ან იმ ადგილას მაინც აეშენებიათ. პირდაპირ ჩაკეტეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადგილი ჩვენს სოფელში და გერც ტელეფონი ჯიბეში. ნუ არ ვიცი. მერმა თქვა, რომ ეს დადარიგით ტურისტები უნდა მოვიდნენ, არ ვიცი, ოდის მოვლენ რასაკვირველია. საერთოდ თუ მოვლენ ასეთ სახლში, ნუ კაი, ოკეი, პრინციპში მომავალში ასე ვთქვათ, ახლა არ ჩავიხედები. დაველოდოთ, უბრალოდ მიკროსეროთ, დაველოდოთ და მე უკვე გავიგებთ თუ როგორ მოეწონება ხალხს
ეს სახლი ოკეიო, სხვა რა გამარჯობა ტაქს. შენ ჭამს გამოდის ტაქს ამას ხომ? აბა მოდი, აბა გაჭამო. ოპ, კაია. ტაქ მოიც მეგობრობა ახლა ასე ვთქვათ. სხვა რამეზე არ გადავიტანოთ ჩვენი რეაქცია ახლა. უი, კარტოფილი აქ არა. უნდა გავაკეთო ეს ფერმები 100 და აქ უკვე კარტოფილი და შესანიშნავი ტაქ ერთის მეგობრებო წყლიდან ავიღოთ ახლა ეს ბოსტნეული. აქვს რომ არაფერი არ დარჩეს. უკაცრავად შეგეძლიათ მოხვიდეთ? დიახ, ახლა მოვალ ტაქ მეგობრებო. რაღაც ეს სოფრეები ადრე არ მინახავს. გამარჯობა, დიახ, მეძახოდით? გამარჯობა, დიახ, უკაცრავად ეს არის ის სახლი, რომელიც იყიდება ამ სოფელში? დიახ, ეს სახლია. სიავთო გითხრათ, შვედიერი სახლი ააშენეთ. ხო და ჩვენ გვინდა დროებით დავსახლდეთ თქვენს სოფელში და გვითხარით ფასი თუ შეიძლება, თორემ გზაში ძალიან დავიღალეთ. სიავთო მგითხრათ, მე პირდაპირ არ ვიცი პირადად რამდენი ღირს. კარგი, თუ შეიძლება იდებეთ 7-ის დაკიის სურვილი? იმედია 7-ის დაკიის სურვილი ერთი კვირისთვის საკმარისი იქნება. დიახ, საკმაოდ საკმარისი არის. თქვენ თუ შეიძლება მოკალათდით შეგიძლიათ დათვალიეროთ ეს სოფელი და მე ახლავე მოვალ. გაგიჟება მეგობრებო, იმ წელსვე მოვიდნენ ეს ტურისტები. ტაქს დროზე მეგობრებო, ახლა უნდა შევატყობინო მე, იმიტომ შესაძლებელია მერმა საერთოდ არაფერი არც კი იცოდეს. ტაქს ერთის მეგობრებო. ტაქ, მერო, ერთს თუ შეიძლება მე ახლა მოვალ. ვთქვით მოიხსნით რომ ახლა ასე შემოვარდი. მოკეთ, მერო, შენ ვერ წარმოიგენ რა მოხდა ახლა. მოკეთ, მოვიდნენ ტურისტები და დასახლდნენ იმ ახალ სახლში. და მე ხომ არ ვიცოდი რა ფასად უნდა დასახლებულიყვნენ. ხო და აი მე მომწეს ზუსტად 7 სტაკიის უნდი. აი მე თუ შეიძლება ინებე ზუსტად 7 სტაკიის უნდი. ისინი დასახლდნენ ახლა როგორც მითხრეს ზუსტად 1 კვირით ჩვენს სოფელში. და მე რო აი ყველა ის უნდი, აი შეიძლება ინებე ასე. ტაქს ეს მე-6-იც და კიდე მე-7-იც. ოჰო, ალბათ ქალაქელები იქნებიან. შესანიშნავია. ტაქს, მე საბათ შეიძლება კითხე თუ რამე მოუნდებათ და ექსკურსია ჩაუტარეთ ჩვენს სოფელში. კი მერო აუცილებლად, მაგრამ ნაწილი თუ შეიძლება დაურიგე სოფლელებს და მეც რასაკვირველია. კი, როგორ არა საბა, აი დაიჭირე ეს 6-ის დაკიის სურვილი და დაურიგე სოფლელებს და შენთვისაც დაიტოვე. კარგი, მერო აუცილებლად დაურიგებ ტაქს და მე კიდე მანამდე ახლა დააშდევები გამომწერებს. მეგობრებო, წარმოიგეთ, დღეს ააშენეს ეს სახლი ტურისტებისთვის და იმ წელსვე მოვიდა ხალხი. ალბათ მართლაც უნდა დავიწყოთ ტურიზმის განვითარება ჩვენს სოფელში, მაგრამ ეს ცნობები არ აქრობს იმ პრობლემას, რომ ის სახლი დგას პირდაპირ მთავარ სოფლის გზაზე. მაგიტომ უნდა მოველაპარაკო მერს, რომ მოვაშოროთ ის სახლი, ან გადავდგათ სხვა ადგილას. თქვენ კი მეგობრებო, მადლობთ ვინც ყავდოს ბოლომდე. თუ მოგეს ეს ვიდეო დაიგეთ, მე ახლა წავედი. ნახვამდის.